Spasibo da čemu კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მინდა შემოგთავაზო თქვენ, ჩემი თვალსაზრისით საინტერესო გაშლა. რატომ? იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ყველას ებადება ეს კითხვა. საერთოდ რისთვის ვარ მე მოსული, ხო, ამ დედამიწაზე, ხო? ანუ რა პირადი დანიშნულება აქვს ჩემს სულს, რა უნდა ვაკეთებდე, ხო? და რა არის ჩემი ძლიერი მხარე დავუშვათ, რა არის ჩემი სუსტი მხარე. ასეთი კითხვებით ყოველ შემთხვევაში ჩემთან მოდიან ადამიანები, ვისაც უნდა რომ გაიარონ კონსულტაცია უშუალოდ ბედის მატრიცას. იმიტომ რომ ბედის მატრიცა იცით თქვენ რაც არის, თუ ვინც არ იცით, არის ცალკე კიდე არხი ჩემი ბედის მატრიცა ქვია მაგას და შეგიძლიათ ნახოთ, ლინკები არის ყველა ვიდეოს ქვეშ და ისედაც მე ყოველთვის მაგას უკვე ვახსენებ და იცით თქვენ, რომ ეს არის უნიკალური ინსტრუმენტი, სადაც არის ნამდვილად მთლიანი ინფორმაცია იმაზე, რისთვის არის ეს ადამიანი კონკრეტული მოსული, იმიტომ რომ შემთხვევით არაფერი არ არის და მე შემიზეგითებ პრაქტიკიდან, რომ ჯერ არ მქონდა წლები ვმუშაობ ამაზე, ამის ყოველ დღე ვარჩევ ვინმეს მატრიცას, რომ ადამიანი არ დარჩეს გაოცებული. პირველი, როგორც მე ყოველთვის ვამბობ, ყველაზე მთავარი кейსი მე ვარ ჩემთვის, იმიტომ რომ მე ვიყავე თავის დროზე გაოცებული და იმიტომაც სურვილი გამიჩნდა, რა თქმა უნდა, რომ მე ეს ინსტრუმენტი ასე გამევრცელებია. იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან მაგარი კითხვა და პასუხებით ისეთია, რომ ნამდვილად ნამდვილად გაუცდებით და თან პლუს კიდე რა არის, იცით, ამას ვამბობ და ვიტყვი ყოველთვის, იმიტომ რომ ვიცი, რომ ეს არის ნამდვილად 100%-იანი, როცა შენ ხვდები სინამდვილეში რა არის შენი პირადი დანიშნულება, ეხლა უკვე ყველას ეს სიტყვა იცის უკვე ეს რომ აი პირადი დანიშნულება, აი მართლა არის ძალიან მაგარი თემა, იმიტომ რომ ყველანაირად ყველაფერი შენ ცხოვრებაში იცვლება. როცა სული ადამიანი აქ, ანუ სული მოდის თავისი ამოცანებით, ანუ რა უნდა გავაკეთო, მაგისტრის არის იქმნება რაღაც სიტუაციები და ადამიანები და ასე შემდეგ ხდება იმისთვის რომ დაეხმაროს სულს აქ დედამიწაზე გაიაროს თავისი გზა. ამიტომ ხდება ჩვენ რაღაც სიტუაციები, რაღაც ურთიერთობები ისეთი, რომელსაც ვერ ვხსნით, ურთიერთობები არა მხოლოდ პარტნიორთან, თუნდაც ზოგს ახლა დედამთილთან აქვს ისეთი ურთიერთობა, რომ აი არ ვიცი რა, მშვენიერი და კარგი და დედასავით ყავს და ზოგს იმისთან არის, რომ უმწარებს სიცოცხლეს, ხო? ამასაც აქვს თავისი მიზეზი და ეგრევე ვეუბნები, ვხედავ, აი როცა მატრიცას ვარჩევ, ეგრევე ვეკითხები, რომ როგორი დამოკიდებულება გაქვს თქვა დედამთილთან ან ქალებთან, ხო? ესაც არის და კი, აი ასე, ან ნათესავებთან შეიძლება ზოგს აქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა, ზოგს ისეთი, რომ აი საერთოდ გაწყვეტილია და არავისი დანახვა არ უნდა და რატომ და ადამიანს აქვს პრობლემები. და ვერ ხვდება რატო და თურმე აი ეს პატარა რაღაცა, რასაც ვერ ვაგნებ, ხა რატო სიტყვაზე მე უნდა მქონდეს დაუშვათ, ადამიანს აქვს, აი თქვა პრობლემა ფინანსური, ხო? და ვერ ხვდება რატო ვაკეთებ ყველაფერს, ჭკვიანი ვარ ყველანაირად ყველაფერად და თურმე აი ნათესავებთან აქვს ურთიერთობა დარღვევული და ამის გამო ან ურთიერთობაში თუნდაც რატო ყველა მატყუებს, რატო სულ ყველა ტაღლითი მოდის, რატო სულ ყველა ასეთი, იმიტომ რომ არის ასეთი ამოცანა აქვს შენ სულს, რომ აი რაღაც მომენტები უნდა გამოიარო და მე და როცა ამას აგნებ, ეგრევე ყველაფერი აი ლაგდება ისე, რომ აი რაღაც სასწაულად. ამიტომ დღეს სხვათა შორის იყო კომენტარებშიც ეგეთი, ერთ-ერთ კომენტარში დაწერეს, მთხოვეს რამდენიმე ჯერ, რომ აი ვანახეთ, რომ აი ჩემი სული რისთვის მოვიდა აქ. არ ვიცი, ახლა მე საერთოდ თავს ვიყავებდი ამ გაშლიდან, იმიტომ რომ ეს ინდივიდუალური არის, მაგრამ ესეც ვიცი, რომ ძალიან ბევრი სულები არიან მოსულები აქ, აი მაგალითად, კაი, ეზოტერიკოსები, ხო? არის უამრავი ფსიქოლოგი, არის უამრავი ადამიანი, ხო? მასწავლებლები, ექიმები, ხო? ანუ ეს, თქვა, პოლიციელები სიტყვაზე და ასე შემდეგ, ხო? ერთი ადამიანი ხო არ არის რაღაც პროფესიაში, არიან უამრავი ადამიანები, ხო?
და ამიტომ ზოგს ახლა ნამდვილად უამრავი ადამიანი არის, ვისაც ატყუებენ სიტყვაზე. უამრავი ადამიანები არიან, ვისაც თქვათ ყველაფერი კარგად აქვს ცხოვრებაში და ნამდვილად ახლა დალაგებული აქვს, სულ შეიძლება სულ ყველა სფერო, ხო? და ანუ ეს იმიტომ შეიძლება იყოს, მე დავფიქრდე, რომ შეიძლება რეზონირდეს თქვათ, ну, რაღაც კატეგორიას რა ადამიანების, იმიტომ რომ, ну, ვნახოთ ახლა დღეს ვიზზე იქნება საუბარი და ვიზზე ამოვა ინფორმაცია. ანუ ასე ზოგადი მაინც ყოველ შემთხვევაში დასაფიქრებელი ინფორმაცია შეიძლება მიიღოთ და დანარჩენი ისე პრინციპში ყველაფერი რა თქმა უნდა არის ინდივიდუალური, იმიტომ რომ შეიძლება ამოცანა ერთი და იგივე არის, მაგრამ სხვა ადამიანი ზოგი პლუსში, ზოგი მინუსში. აი ეს არის და მყაფიოთ ამას ხედა და მხოლოდ დაბადების დღის თარიღიდან. იმის მიუხედავად, როცა მატრიცას ვაკეთებ, იქ კიდე მჭირდება რაღაც მონაცემები, მაგრამ აი თუნდაც დაბადების დღის თარიღიც არის ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს ვიდეო კიდევაც დავდო იმ ჩემს მეორე არხზე, ბედის მატრიცაზე, იმიტომ რომ მოუხდება, რადგან ამ თემას შევეხეთ რა. ანუ იქაც დავდებ, აქაც დავდებ და რომ იყოს რა, პრინციპში არ არის ეს ცუდი ინფორმაცია, მე ვფიქრობ და იმიტომ რომ დაბადების მე დავიწყე იქ, ну, საერთოდ აღწერა ენერგიების ვერ დავამთავრე, იმიტომ რომ ძალიან ახლა გადათვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ გავაგრძელებ და 22-ე ენერგიაზე მოგიყვებით ყველაფერს აბსოლუტურად და დავაპირებ კიდე პირდაპირ ეთერების გაკეთებასაც ალბათ იმ არხზე გავაკეთებ, სადაც შეიძლება ვინმეს მატრიცაც გავარჩიო და ანუ ჩემ ქალთა კლუბში კი აუცილებლად გავაკეთებ, ცოტა მჭირდება კიდე დრო, იმიტომ რომ სასწავლო პროცესი მიდის და ძალიან ბევრი გაკვეთილები ჩასაწერია, იმიტომ რომ მიხარია მყავს ჩემი მოსწავლეები, ვისაც უნდათ სწავლობენ ტაროს წაკითხვას და მაგრამ აუცილებლად უფასოდ გავაკეთებ გარჩევებს მხოლოდ ქალთა კლუბში. და ну ძალიან საინტერესო იქნება, მე ვფიქრობ რა. ну ეს უბრალოდ მოგიყვებით, ცოტა გაგიზიარეთ ჩემი გეგმები, რაც მე მინდა თქვენთვის კიდე გავაკეთე, რომ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია გქონდეთ თქვენს თავზე. ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ დღეს ამ დასთან მოითხოვა თვითონ ეგრევე მაჩვენა, რომ მოდი მე მინდა ველაპარაკოთ და ამიტომ ვნახოთ. როგორც ყოველთვის მე პოზიციები მაქვს გამზადებული, ამიტომ ვკითხოთ. ანუ როგორი ხარ შენ აი საერთოდ მაღალი ძალები ავიღოთ ჩვენ, ხო? ანუ ესე იგი როგორ გხედავენ ეგენი, ხო? ანუ ვინა ხარ საერთოდ მაგათ თვის, ხო? მნიშვნელოვანი ხო არის, ანუ რისთვის? იმიტომ რომ ისინი ხო მონაწილეობას იღებენ. რა თქმა უნდა. ვნახოთ ჩვენ აი თქვენ როგორ ხედავთ თქვენს თავს. ეხლა დღეს თქვენ როგორ ხედავთ თქვენ თავს? ერთი ის მეორე დასთაც მინდოდა, მაგრამ არ აუშავს. კიდევ ვნახოთ ეხლა ანუ ორი სიტყვა კიდე გეტყვით, რა მე რატომ მიყვარს ახლა ბევრი დასთან და ხო იცით თქვენ რომ ჩემთვის ტარო არის როგორც ფსიქოლოგიის წიგნი. და ეს არის როგორი თემა, იცით, როცა ზიხარ რაღაცებს აკეთებ და თქვათ, ну, რაღაცა თემა და ეს სხვადასხვა ფსიქოლოგიის წიგნი რო გიდა რო გაშალო, ამოდი ამაშიც წავიკითხო, მოდი ამაშიც წავიკითხო და აი ეს საინტერესო პროცესია ძალიან და იმიტომ ცოტა ახლა ის კაი დასტა მაქვს იქით ამ თემაში, ну, არა უშავს. ვნახოთ ახლა ჩვენ როგორ ხედავთ თქვენ სხვა ადამიანები. როგორ ხედავენ სხვა ადამიანები. ეხლა ვნახოთ თქვენი ნათელი მხარე და თქვენი ბნელი, ხო? ხო სწორია? ბნელი მხარე. თქვენი ძლიერი მხარე ვნახოთ, რაში ხარ ძლიერი და თქვენი სუსტი მხარე. სად მიისწრაფება თქვენი სული? ანუ რისთვის არის, ანუ თუ რისთვის არის რა? და ვნახოთ, იცით რა არის? აი თქვენი აი რაში არის თქვენი ბედნიერება. კიდე რაღაცა კითხვებს მე დავსვავ, ну ეს როგორც მქონდა გამზადებული ამას ვიზავ, მაგრამ მაინც მე ეს დასტაც მინდოდა რატომღაც კიდე ეს
ფსიქოლოგიის წიგნი ჭირდება ხო დღეს ჩვენ. აქ არის ნახეთ აი რა შეშენი ბედნიერება და შეხედეთ ეგ ცხრიანი არის თასები. როგორ თან ამ დასტაში როგორ მიყვარს, ნახეთ როგორი ადამიანი როგორ მიესწრაფება სიუხვისკენ, ყველანაირი ბედნიერება მინდა და აქ სხვათა შორის მართლა ადამიანი ყველანაირად ბედნიერია. ნახეთ აქ даже ნუ ახლა ძვირფასეულობა რაღაცები და აქ არის ნახეთ თასების ანუ ემოციები რა, ანუ კარგად ვარ ყველანაირად სულიერადაც და მატერიალურად. აი საერთოდ სულიერად მატერიალურად თუ გინდა იყო ну, მაგრად კარგად, ხო? აუცილებლად უნდა იყოს სულიერადაც კარგად. ანუ სულიერი განვითარება გვაძლევს ჩვენ ძალიან დიდ საერთოდ, ну, როცა შენ სულთან გაქვს მართლა ძალიან მაგარი კავშირი, მე ყველაფერი მოდის მატერიალურით შენ ცხოვრებაში. ვაუ. როგორი ვინახარ თქვენ საერთოდ მაღალი ძალები, იმპერატორი. რას ნიშნავს იმპერატორი? იმპერატორი არის პირველ რიგში ეს ადამიანი, რომელიც ნამდვილად პროფესიონალი არის საერთოდ ნებისმიერ საქმეში. აი, რასაც არ უნდა მოკიდოს ხელი, ამ ადამიანს აი ყველაფერი გამოზის, იმიტომ რომ თვითონ ეს ადამიანი ვერ იტანს არაპროფესიონალიზმს. ვერ იტანს. ამ ადამიანისთვის მნიშვნელოვანი არის აი რომ ნახეთ ახლა იმპერატორი ხო შეგვიძლია თქვა რომ 4-ვე მეფე შედეს ამაში ხო ანუ ესე იგი წარმოიდგინეთ რა დონეზე რომ ხა მეფეები ეს უკვე არის ენერგია სადაც უკვე ადამიანმა ბევრი რამ გაიარა ამ ცხოვრებაში და უკვე აქ არის აკონტროლებს აი ყველა სფეროს ხო? ანუ მე შემიძლია ვაკონტროლო ემოციები, მე შემიძლია უკვე ვაკონტროლო, თქვათ, არ ვაკეთებ უკვე რაღაცას ის აი როგორც თქვათ რაინდი სიტყვაზე კვერთხებით, აჩქარა. არა, მე უკვე ჩემ გეგმებს ვალაგებ, ვწერ, ვუფიქრდები, უკვე არა ვარ მე ესეთი გიჟუნა, ხო? ურთიერთობაში ადამიანი აი ნამდვილად უკვე შეიძლება აღარ არის უკვე ის აი შემდგარია, გაიგეთ, უკვე არ არის ის რომ აი ემოციები იქით-აქეთ რომ ასხივებდეს, არა. და კიდე რა დაგვრჩა? ხმალების ჭკვიანი. ანუ აქ უკვე აჩვენებენ ესეთ ენერგიით, ანუ ადამიანი, რომელიც აი მყარე ისეთი რომელმაც აი იცის თავისი даже აქ მე არ გამიკვირდება თუ დღეს ახლა გვაჩვენებენ ჩვენ ისეთ ადამიანს რომელმაც მართლა მყარე დგას თქვათ ახლა ამ დედამიწაზე და უკვე ნამდვილად შეიძლება უკვე მიაგნო კი არა ასრულებს ამ საქმეს იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცოდნა აქვს ამ ადამიანს ანუ მაღალი ძალები აი დიდ პასუხისმგებლობას აკისრებენ ამ ადამიანს რომ უნდა თვითონ გახდეს შექმნას თავისი იმპერია ანუ უნდა თვითონ იყოს ჭკვიანი ხო აი სხვათა შორის ვინც ხარ დაბადებული 4 რიცხვში აი გაითვალისწინეთ რომ ეს არის თქვენი ენერგია რა ну კაცებისთვის ხო вообще გადასარევია ქალებისთვის ცოტა მძიმეა იმიტომ რომ აი აქ მართავ რა მოდით იცი მაინც მაინტერესებს ცოტა გავხსნი რა ანუ კიდე რას უფრო გულისხმობენ აი ამ პოზიციაში მაღალი ძალებება მაინც ვკითხოთ ჩვენ ხო ცოტა ჩვენ ხო გვაინტერესებს ამე ჩავეხედოთ სხვა წიგნში ну აქ ხალი აქ მე ხო ვთქვი, ну, კი, კაცი თუ ბიჭებო თუ თქვენი ცანი თქვენი თავი ამ წუთში, ანუ აჩვენებენ, რომ ნახეთ, ქალები ხო უფრო ქმედება ემოცია, აი ესეთია და ანუ შეიძლება ემოციურიც იყოთ, გაიგეთ? ანუ, იმიტომ რომ აქ ნახეთ როგორი მაგარი ქვერთხების დედოფალი რა. ანუ ქალი, რომელიც აი პოზიტიური, და ნახეთ როგორი პოზიტიური ადამიანია რა. საერთოდ ახლა იცით როგორ არის? საერთოდ ახლა ვიცით ჩვენ რომ იმპერატორი არის ცოტა მძიმე ენერგია რა. ანუ მე ვთქვი და ასე უნდა იყოს. ანუ ну ხელმძღვანელი ძალიან ესეთი მკაცრი ხო? იმიტომ რომ პროფესიონალი და უნდა რომ ყველა აკეთებდეს მის საქმეს პროფესიონალურად. იმიტომ რომ თვითონ არის ეგეთი, გაიგეთ და
ხო და მაგრამ აკაჩვენებენ კიდე ნახეთ ახლა ძალიან პოზიტიური უნდა იყო, იმიტომ რომ თან ამ შენი პოზიტივს ასხივებდე, ნახე როგორ ასხივებს პოზიტივს და ამ პოზიტივზე მე უკვე თქვენთან რა თქმა უნდა მოდიან ადამიანები, იმიტომ რომ ყველას ახლა ნახეთ აი ნებისმიერ ადამიანს გითხე და აბა შენ ახლა ექიმი როგორი გინდა რომ ვითომ ექიმი თუ პროფესიონალი და იცი ხა როცა ვეძებ ჩვენ სპეციალისტ ხო ნებისმიერ თუნდაც აი კრანი თუ გინდა ონკანი გაფუჭდა და გინდა რომ კი შეიძლება ვიღაცა მყავს და მოიყვანა ან და ვიღაცა როგეთოს იცი რა მაგარი პროფესიონალია შეიძლება ძვირად გაგიკეთოს ცოტა მაგრამ вообще არ გაგიფუჭდება საერთოდ რომელიც აერჩევ რომელიც ნაცნობია და რაღაცა იცის თუ აი ამ პროფესიონალს ხო რა თქმა უნდა ნორმალური ადამიანი პროფესიონალს აერჩევს რა ვიცი და ჩემი თვალსაზრისით კარგით ნახოთ ახლა ჩვენ მაშინ შემდეგი კითხვა თქვენ როგორ ხედავთ თქვენ თავს ანუ ჩვენ მაღალი ძალები აი ასე ხედავენ ხო თქვენი სული მოვიდა აჩვენებენ ეგენი იმის რომ უნდა გახდე შენ მე ვხედავ შენში მაგარ ადამიანს მაგარ პროფესიონალს მოქმედს არა ისე რომელიც ზის და ელოდება ვიღაცისგან რაღაცას. Так, შემდეგი. აჰა, თქვენ. Ну, შეიძლება სულ მაღალი არკანები ნახოთ, თქვენს თავს შეიძლება მომენტ ხედავ ტრანსფორმატორად. ანუ ეს რას ნიშნავს? ნახეთ. დაანახეთ ჩემმა მოსწავლეებმა იციან რა, რომ რატომ შედის ეს ენერგია იმპერატორის ენერგიაში. იცით თქვენ უკვე, ხო? მიხვდეთ. ეხლა ნახეთ რა ხდება. აქ არის ისეთი მომენტი, თქვენ როგორ ხედავთ, თქვენ უნდა გრძნობდეთ რას? ნამდვილად მე ვარ ისეთი პიროვნება, რომელსაც შეუძლია ადამიანების ცვლილება. ხო სწორედ ვამბობ მე მგონი. რატო ნახეთ ახლა ეს რას ნიშნავს? როცა მე-13 ენერგია და ამ მატრიცაშიც თუ გაქვთ, დააკვირდით, ისაც გაქვთ უკვე გაკეთებული, ბევრს გაქვთ აქ ახლა, ვინც ხართ. ანუ ეს არის ესეთი ენერგია, როცა ადამიანი თვითონ თუ მას აი პლუსში როცა არის ეს ენერგია, არ ეშინია, даже შეიძლება დაბადებულებიც იყოთ მე-13 რიცხვში თუნდაც რა, ან სადმე მატრიცაში შეიძლება გქონდეთ. ანუ ეს არის საერთოდ ადამიანი და თქვენ უნდა ხედავდეთ, იმიტომ რომ ეს არის როგორც даже სიგნიფიკაცია, თქვენ როგორ ხედავთ თქვენს თავს. ანუ როცა ეს ენერგია დამუშავებული არის, ანუ პლუსში, ხო? მაშინ თქვენ სივრცეში როცა ადამიანები ხვდებიან, მათი ცხოვრება იცვლება, შეიძლება даже ნახოთ როგორ აი თქვათ შეხვდეთ ვიღაცას, თქვათ შეიძლება даже ადამიანი კაი ხანი არ გინახეთ, ну ახლობლებზე ხო вообще ჩუმად ვარ. და თქვენ დაუშვათ ადამიანს ეუბნებით, რომ ну რაღაცა ლაპარაკი რა და რაღაცა უთხარით. თქვენ შეიძლება აღარს გახსოვთ. და მერე გადის პერიოდი და თქვენ ის ადამიანი კიდევ ხვდება და გახსენებს იმ ლაპარაკს, რომ აი გახსოვს შენ როგორ ახარ, აი ისე კარგად და შეიძლება ახლა პირველად რო შევხვდეთ, ცოტა ისე რა იყო. და უიმე როგორ მიხარია და რა მოხდა, აი შენ რომ მაშინ შევხვდე და შენ რომ მელაპარაკე, იმის მერე დავფიქრდე და სულ შევცვალე ჩემი ცხოვრება. თქვენ გაუცებული შეიძლება იყოთ, მე გითხარი, რა გითხარი. გაიგეთ? ანუ ეს სივრცე მუშაობს აი ასე და ამ ადამიანის და მაგრამ პრინციპში თქვენ ახლა აქ უნდა იცოდეთ, იმიტომ რომ თქვენ თვითონ ხართ ადამიანი, რომელიც ხშირად ხდებით შეიძლება ტრანსფორმაციებში და ეს მაგარია, ეს არის როგორი თემა, იცით? თუ თქვენ ცხოვრებაში ხშირად ხდება ტრანსფორმაცია, ანუ თქვენი სული ვითარდება, თქვენ ერთი ეტაპიდან მეორე ეტაპზე სულ გადადიხართ, ანუ არა ხართ გაჩერებულები, გაიგეთ? ანუ სული რისთვისაც მოვიდა, ესე იგი მიდიხართ რა, ეს ამოცანა ვთქვათ, всё, მოვიშორე, წავიდე შემდეგე, მოვიშორე შემდეგე რა. ანუ სულ მიდიხარ, სულ წინსვლა გაქვთ, გაიგეთ? ანუ თქვენი სული რისთვისაც მოვიდა, მიდის, აკეთებს ამას. ამავე დროს და ამიტომ შეიძლება გრძნობდეთ, რომ სულ რაღაცა ჩემ ცხოვრებაში ხდება, სულ შეიძლება გადაადგილება გაქვთ. ძალიან დაუშვათ, შეიძლება ერთ ქვეყანაში ცხოვრობდეთ, მეორე ქვეყანაში გადაადგილდეთ, ან ერთ ქალაქში ცხოვრობდეთ, მეორე ქალაქში გადადიხართ, აი სულ ეგეთი რაღაცა, იმიტომ რომ და პლუს კი, ნუ მინუსში ეს ძალიან ცუდი არის, იმიტომ რომ მინუსში ეს არის, როცა ადამიანი საერთოდ იმას სიკვდილის ეშინია. ვაიმე რამე არ მოხდეს ეშინია. რაღაცა რო თქვათ, ახლა აი სახში შეიძლება იყიდეს იმას მაღაზიაში არაჟანს და იმის
უცაც ინახავს, ვაიმე რა იცი რისთვის გამომადგება. გაიგეთ? პირველ კლასში რო კაბა ეცვა 45 წლის არის და ნუ რა ვიცი იყოს იქნება ჩემ შვილიშვილის გამოადგეს. გაიგეთ? ეს მინუსი. იმიტომ რომ მე-13 ენერგიას აქვს ისეთი სივრცე, რომ თვითონ იცის, რომ თქვა, თუნდაც თვეში ერთხელ, მაქსიმუმ 3 თვეში ერთხელ ჩემი სახლიდან რაც არ მჭირდება, რასაც არ ვიყენებ, უნდა გამოვიძიო. ყველაფერი ისე უნდა გადავაგდო რა. თუ მინდა რაღაცა ახალი შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში, უნდა შევცვალო. სამსახური თუ ხედავ, რომ აქ არაფერი გამოდის, რაღაცა უნდა შევცვალო. აი ეს არის პლუსში ეს ენერგია. ნუ იმედი მაქვს, რომ თქვენ ახლა იცით. როგორ ხედავენ თქვენ სხვები, მოდით ვნახოთ, სხვები. აი სხვები თქვენ ხედავენ როგორ ადამიანს, რომელიც მართლა არის როგორ იცით, ნუ პირველ რიგში ძალიან მშრომელი ადამიანი ხართ. ხედავენ რომ თქვენ მართლა ძალიან ბევრ რამეს გადიხართ ამ ცხოვრებაში, მართლა იმიტომ რომ პრინციპში ახლა როცა ტრანსფორმაციებში ხარ, მართლა შეიძლება ბევრ რაღაცებს ნუ გადიხარ და შეიძლება იმ პერიოდებში ხედავენ თქვენ როგორც ესეთ ადამიანს, რომ აი რამდენი თვირთი, რამდენი პასუხისმგებლობაა გაგებული, რამდენი, მაგრამ აი ეს კიდე ესეთი არკანი არის, რომ ხედავენ რომ თქვენ გააქვთ იმხელა გამოცდილება, იმიტომაც, ნახეთ, მე რო გითხარით რომ შეიძლება აი მე-13 ენერგიაში როცა ხარ და თქვენ სივრცეში როცა ხდება ადამიანი იცვლება, იმიტომ რომ გამოცდილება გაქვთ ძალიან დიდი, გაიგეთ, ძალიან ბევრი რამ გაქვთ გამოვლილი და ადამიანები ამას ხედავენ რომ ანუ ეს რაღაცნაირი ანუ იმ თქვენს ჭკუას ხედავენ რა, იმიტომ რომ ხედავენ რომ თქვენ შეგიძლიათ მათ მართლა დაეხმაროთ რაღაცა მომენტში, ამიტომ თქვენთან თუ მოდიან ადამიანები და გეუბნებიან რომ აი იცი რა რაღაც მინდა გითხო და არ გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ ადამიანები ძალიან გრძნობენ ვისთან, ანუ ჩვენ ერთმანეთს ენერგეტიკით ვკითხულობთ რა. ანუ თუნდაც მოდი აი პატარა რაღაც მაგალითს გეტყვით რატომ. აი ხა თქვენ მაგალითად პარტნიორი ხო? რითი ვგრძნობთ ჩვენ ერთმანეთს და რითი ვსიამოვნებთ სუნით, ანუ ისეთი სუნი აქვს, რომ აი ჭკუა მეკეტება. всё, ეს შენია, ეს ჩვენ მოგცეს ევოლუციით იმისთვის, რომ ჩვენ ვიცნოთ ჩვენი ადამიანი ერთ-ერთი. ან ვაიმე ისეთი ენერგეტიკა აქვს, ამას გავგიჟდა, ან ისეთი ხმა აქვს, რაღაც სასწაული, ხო? კიდეც ჩვეულებრივი ადამიანი, ხო? აი ამასთან მინდა წავიდე, რომ რაღაცა ჩემია რა ესე, ხო? აი ეს არის ზუსტად ჩვენ როცა ვკითხულობთ ერთმანეთს ენერგეტიკით და აი მე ხო გითხარით რომ მე სულ ვიტარდები და სულ დავდევარ სულ ვიღაცებს და ვსწავლობ და რაღაცა, მაგრამ აი ამასაც ვირჩევ უსმენ შეიძლება 10 ადამიანს, მაგრამ ერთს რო ამოვიჩემ, აი როგორც ტაროს სწავლაზე ჩემი იყო ზუსტად ეს მომენტი, მოусმინე მილიონ ვიღაცები და მაგრამ ერთი ადამიანი დავინახავს, კი ამასთან მინდა ვისწავლო და ნამდვილად ის არის ჩემი ადამიანი, დღემდე მართლა კარგი ურთიერთობა მაქვს იმ პიროვნებასთან, ვინც ეს ცოდნა გადმომცა. აი ეს ჩვენ ასე ვკითხულობთ ერთმანეთს, ის ჩემია, გაიგეთ? და იმიტომ მოდიან თქვენთან, რომ ის ადამიანები ასე გრძნობენ, რომ ის ჩემია, ამას აქვს რაღაცა ისეთი გამოცდილება, ისეთი რაღაცა იცის, ისეთი გზა გამოვლილი, რომ მაგას შეუძლია, რომ მე დამეხმაროს თავისი გამოცდილებით. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, გაიგეთ? არ გაგიკვირდეთ ახლა. კი, აი, როგორც გითხარ, როგორ ხედავენ ადამიანის, რომელიც სულ რაღაცა თქვენს ხარ, ან სულ სწავლობთ, ან სულ რაღაცა გაინტერესებთ, ან სულ ნახეთ აქ გოგო როგორ არის, სულ რაღაცა კითხულობს, სულ რაღაცა აინტერესებს, სულ რაღაცა ახალი ინფორმაციებია, ხო? აი სულ რაღაცა ეგეთები და კი. და ნახეთ ახლა, ხედავენ რომ ძალიან გულიანი ადამიანი ხართ, ძალიან თბილი ადამიანი ხართ. გული და სული, რომ თქვენ არ ახართ ისეთი პიროვნება, რომ თქვათ ახლა დაუშვა, ანუ იმის მიუხედავად, რომ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ, ბევრი რამ გამოიარეთ, თქვენ ხართ თან ახლა ტრანსფორმაციაში, ბუდიშით ახლა ეს არ არის ესეთი ადვილი თემა, მაგრამ აი არ ახართ თქვენ ძალიან თქვათ, ანუ გაბოროტებული რა, პირიქით, აი ეს ტრანსფორმაციები თქვენ უფრო რბილს და უფრო კარგ ხთის რა და ამიტომ ადამიანებიც ხედავენ რომ გული და სული ხარ ძალიან პოზიტიური პიროვნება ხარ და თქვენთან იმიტომაც ალბათ უნდათ რომ მოვიდნენ რამე ცოდნა გაქვთ რომელიც თქვენ თან პლუს კიდე მზად ხართ რომ გასცეთ. გაიგეთ? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
კარგით, ნახოთ ახლა თქვენი ნათელი ჩემი იმპერატრიცები, მაიმე, იმიტომ ვიძახე, რომ ჩემთან თუ დარჩებია ვინმე, ამ არხზე მხოლოდ აი ეგეთი გოგოები, გენაცვალეთ გულში. რა თქმა უნდა, თქვენ ხართ ეს რაც მე აღწერე, ქალი. ხშირ შემთხვევაში ჩემო სიხარულება, აი ხო ამბობენ, რომ ქალმა, რომელიც ახლა თვითონ თავის თავს ქმნის, ხო? რატო ნახეთ, ეს შეიძლება, ანუ იმპერატრიცა ვინ არის? აი აქ ნახეთ, იმპერატორის ენერგია გაქვთ, ხო, მეოთხე და აქ მესამე ენერგია, ხო? ანუ თქვენ იმის მიუხედავად, რომ მაღალი ძალებით ანახეთ ქალური ენერგია ჩართე, გაიგეთ? ანუ მაქსიმალურად თქვენი არის სინათლე ის, რომ ძალიან ქალური ხარ და მე როგორც გითხარით თქვენ იმპერატორზე, იგივე შემიძლია გითხრათ იმპერატრიცაზე, რომ ამაშიც ხო არის 4-ვე ეს სფერო, რომელიც უკვე იცის მართვა. ანუ ემოციები უკვე ჭკვიანია, იცის უკვე როგორ ანაირად უნდა დაამყაროს კავშირები, იცის როგორ უნდა, აი თუნდაც ახლა ფინანსურადაც შეიძლება იყოს კარგად კი არა, უნდა იყოს წესით, ნუ ახლა და მაგრამ თქვენი სინათლე რა არის? ქალურობა, სიმშვიდე, მიმღებლობა, თუნდაც გაცემა, მაგრამ ნუ გააჩნიერი ის ახლა ეს ცოტა სხვა. ანუ ესე იგი ენერგია არის, ნუ ძალიან მაგარი, აი თქვენ ანათ ეს არის როგორი ქალი, იცით? როცა მიდის, იწევს ყურადღებას და ეს შუქი, ხო? ანუ არითი ანათებ, ანუ შინაგანი სხივები და როცა შედის, თითქოს სადაც არ უნდა შევიდეს, აენტო შუქი, გაიგეთ? ამიტომ ანათებ თქვენი ქალურობით, თქვენი გამოცდილებით, ანუ თქვენი აი იმპერატრიცაზე ბევრი რამე შეიძლება ელაპარაკო, ანუ თან პლუს კიდე შუქი, ხო? ანუ რითი ანათებ, რითი შენი ნათელი მხარე. აი ზუსტად ეს შენი ენერგია, რომელიც იზიდავს ადამიანებს. გაიგე, მე ანუ შეიძლება ბევრი ფიქრობს, რომ მეც მინდა ასეთი ვიყო. როგორიც ეს არის. ნახე როგორი ლამაზია, ნახე როგორი აი როცა ადამიანებს უნდება თქვენთან, თუნდაც საუბარი, თუნდაც მეგობრობა, თუნდაც ახლა რჩევა თქვენგან. გაიგეთ, აი ეს არის თქვენი ნათელი წერტილი. იმპერატრიცები ბრძანდებით, ისე უნდა დავარქვა, მე მგონი ეს გაშლა მხოლოდ იმპერატრიცებისთვის და იმპერატორებისთვის. იმპერატორი ქალისთვის, აი ძალიან მაგარია. აი აქ უკვე ისე ხო დაკვირვებულები ხართ, რომ მე იმპერატორი ქალი არასოდეს არ ვიძახე, ხო? აი დღეს იმპერატრიცას, ნუ შეიძლება ხა რუსულად იმაში, მაგრამ მაინც მომწონს უფრო, გაიგეთ, უფრო ქალური. და აი დღეს კი შეიძლება თქვა იმპერატორი ქალი. ხო? აი ნახეთ იმპერატორი, იმიტომ რომ მაღალი ძალები ხედავენ როგორც იმპერატორს და თქვენ ანათებთ როგორც იმპერატრიცა, ანუ იმპერატორი ქალი, ხო? მაგარია. ეხლა ნახეთ, რა არის თქვენი ბნელი ნაწილი. არანაირი ბნელი ნაწილი არ გაქვთ თქვენ. იმიტომ რომ თქვენ ხართ ადამიანია, რომელიც პირიქით კურნავთ სხვებს. თქვენ პირიქით ხართ ძალიან ანგელოზი. რა, ანუ მართლა ადამიანი, ვის სივრცეშიც, ანახეთ, სულ მაღალი არკანები თითქმის, რამდენი კარტი ამოვიღე, უკვე 5-დან 4 არის მაღალი არკანი. და ანუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც პირიქით მკურნავი ხართ რა, ანუ ნუ როგორც ახლა ვთქვით, ახლა даже აღარც გავაგრძელებ, უკვე ბევრი ისედაც გითხარით, ამიტომ თქვენ პრინციპში არც არა გაქვთ აი ეს ბნელით პირიქით თქვენ მოგდევთ ის ენერგია, ანუ რო შეგიძლიათ ხო გეუბნეთ თქვენ სივრცეში ადამიანი პირიქით უნდება ადამიანს თქვენთან განვითარება, თქვენთან სიახლოვე, თქვენი, ანუ რაც გითხარით, ძალიან მაგარი ენერგიები, რომ ხო გითხარით, თქვენ თვითონ რო სულ მუდმივად გადახართ ტრანსფორმაციებს, ანუ სწავლობთ რამეს, ხო? ანუ თქვათ, ისი კი არ ზიხართ, რომ აი მე ეს რატო რისთვის, მე ეძებთ ამ
მომენტებს, ანუ რისთვის ამას ამუშავებ და მიდიხარ და მერე სხვები რომ მოდიან, თქვენ უკვე მზად ხართ გასცეთ ამათ ეს თქვენი ცოდნა და ამიტომ თქვენ ხართ აი ესეთი პიროვნება, ვისთანაც უნდებათ ურთიერთობა. გაიგეთ რა ხდება? შეგიძლიათ ანუ შეიძლება თქვენი ხმა მოსწონთ, შეიძლება მოსწონთ თქვენი საერთოდ თქვენ თვითონ ახლა არა ხართ ახლა თქვათ არა გადანასწორებული ადამიანი პირიქით რა, ანუ ძალიან ესეთი ენერგია გაქვთ, აი აბვალაკოი როგორ ქართულად არ ვიცი რომ აი თითქოს აი გოგოები ვინც ეცეთ რუსული დაწერეთ აბვალაკივანია რა, ანუ როცა მინდა რომ თქვათ აი შენ ჩაგეხუტო რა, გარეშე დაწერეთ რა, დამეხმარეთ. კარგით, ანუ თქვენი მაგარი მხარე ის რომ რისკიანი ხართ. ანუ სულ ყველაფერი ახალი თქვენთვის არის მისაღები. ანუ არა ხარ თქვენ ისეთი იცით როგორ მაგარი არის აქ ის მომენტი რომ თქვათ მე თუ რამე არის კი ბატონო მზად ვარ. ანუ არა ხართ ისეთი პიროვნება რომელიც თქვათ ახლა ნუ ეშინია თქვათ დაუშვათ ნახეთ გეტყვით თუ მინუსში გრძენით თქვენი მე-13 ენერგია მაშინ იცოდეთ რომ ეს არის ცოტა ისა ნუ მაგარი მხარეს ვერ დავარკვევ მე მაგას ვერ ყეობა ახლა როგორ უნდა იყოს მაგარი მხარე ძლიერი მხარე უბრალოდ ძლიერი აქ პირიქით აქ ძლიერი მხარე იმაში რომ თქვენ გახსნილები ხართ რომ ერთი კარები შემიძლია დავკეთო მეორე გავაღო არ გამომივიდა ვეძებ კიდე სხვა შანსებს რა ანუ სულ მინდა რომ თქვათ რაღაცა ანუ თან როგორ არის იცით აი რისკიანის და მსუბუქად იღებთ სიახლის აი ასე გეტყოდე და არ გეშინია თქვათ რამე ნუ კი აი თქვენი ის რომ იმიტომ რომ მზად ვარ მოდით რაღაცა და ანუ ამას კი როგორ ძალიან лёгкая на подъем ანუ როცა ადამიანს ადვილად შეუძლია რომ თქვათ ნებისმიერ სიტუაციაში ჩაიწეროს რა რომ იტყვიან და არა ხარ თქვენ ის ადამიანი რომ ნეგატიურად უყუროთ რამეს პირიქით თუ რამე არის ჯერ პოზიტიურად უყურებთ ამას სადმე თქვათ ანუ არა გაქვთ ეს მომენტი რომ უიმ რად გინდა უიმ არა პირიქით მოდი აბა მითხარი აბა რა არის ხო თქვათ აი ეგეთი მომენტები არის რა ძალიან პოზიტიური ადამიანი ხარ და ეს არის რომ თქვენ აი ხართ როგორც სანთებელა რა სხვებსაც ანთებთ თქვენი ენერგიით რა ძალიან ძლიერი ენერგია არის რომელსაც სულ გასცემთ და აქ პრინციპში როგორც გითხრეს ჩვენ მაღალმაძალება რომ შენ უნდა იყო პოზიტიური და მოქმედი და იგი ნუ პრინციპში უკვე მაჩვენებენ რომ კი ბატონო ხარ სუსტი შენი მხარე არის რომ შეიძლება შენ ზოგჯერ ნახეთ რა ხდება ნახლა ეთმე დავაზუსტო რას ნიშნავს აქ რა გინდათ რო თქვათ აი შეხედეთ სუსტი მხარე ნახეთ თქვენ პრინციპში როგორ ხართ ეხლა ხო გითხარით ძლიერი ის არის რომ თქვენ ადვილად იღებთ და პოზიტივს დებთ მაგრამ მერე სუსტი მხარეში აქ რა შეიძლება მაინც ნახეთ ნუ იმპერატრიცა იმპერატორ აქ მაინც არ იქნება სულ ეხლა ისეთი ენერგია რომ მე არ დავფიქრდე გაიგეთ თან ნახეთ რა ხდება შეიძლება თქვენ კიდე აქ ზოგჯერ ფიქრობთ იმასაც მე რომ ამას გავაკეთებ მე ეს რას მომიტანს მე რა სარგებლობას აქედან მივიღებ ანუ შეიძლება თქვენთვის არის როგორი მომენტი მე მაკეთებ მხოლოდ იმას რაც მომიტანს თანხას დაუშვათ ნუ არის ეგეთი მომენტი ან რაც იქნება ჩემთვის კარგი ცუდი პრინციპში და არ არის მაგრამ უბრალოდ შეიძლება თქვენ ნუ ძალიან ბევრ დროს უთმობთ ან ფიქრს უთმობთ ან ენერგიას დებთ მაგაში რომ ანუ ჩემთვის მართალი ვარ ხო და ზოგჯერ ბლოკავთ, გაიგეთ ამ რაღაცებს მაგიტომ და მაგრამ მე ამავე დროს მე ტრანსფორმაცია გჭირდებათ, გაიგეთ? ანუ არის როგორი მომენტი, იცით? შეიძლება რაღაცა ეტაპობრივად რამე თქვათ მოგივიდათ, საინტერესო თქვათ თემა,
მაგრამ მაინც უნდა დავფიქრდე, შეიძლება ვინმეს უნდა ვკითხო კიდე სხვათა შორის ესაც შეიძლება იყოს და არის ეგეთი მომენტი, კი ბატონო, მაგრამ საბოლოოდ აქ არის ის მომენტი, რომ თქვენ მაინც იღებთ გადაწყვეტილებას ისეც, რომელიც თქვენთვის სასარგებლოდ და ანუ ეს რა ქვია და სხვათა შორის მათ შორის ეს ბლოკი დაამუშავეთ თქვენ უკვე და გახვედეთ ტრანსფორმაციაში ისევა. გქონდათ ეთყობა ეს ბლოკი, რომ აი და დაამუშავეთ ეგაც. სად მისწრაფებით? ნუ აგერ კვერთხების დედოფალი თქვენს გზაზე მიდიხართ. თქვენ ნამდვილად მიდიხართ თქვენს გზაზე. აკეთებთ იმას, რაც თქვენ გსიამოვნებთ და თქვენი ბედნიერება არის მამაკაცი გოგოებონოს ვერ გავექცევით ხო სიყვარულის თემას. ანუ თქვენი სიყვარული არის რა შეიცით? ნუ სიყვარულში. ალბათ რა, მე გეტყვით ერთ რამეს. თქვენი რა თქმა უნდა სული მოვიდა აქ იმისთვის, რომ ისწავლოს ჰარმონიული ურთიერთობა პარტნიორთან. აი ესე დასკვნას გამოვიტან რა. და თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ურთიერთობა, მნიშვნელოვანი არის სიყვარული, მნიშვნელოვანი არის თვითრეალიზება ახლა რა თქმა უნდა, ყველაფერს ამას გადახართ და რაც მთავარია, რა დაბრკოლებებიც არ უნდა იყოს, რა სირთულეებიც არ უნდა იყოს, აი აქ თქვენ მაინც გახსნილი ხარ და გული გაქვს გახსნილი ურთიერთობის და სიყვარული. სიყვარული არის თქვენი მთავარი, თქვათ, ამოცანა. აი ხო შეიძლება თქვათ, ფინანსებიც კარგია, ყველაფერი კი, ნუ თქვენ რა არის, იცით, თქვენთვის მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ შემოსავალი გქონდეს, მაგრამ ეს შემოსავალი იმისთვის, რომ მე კარგად ვიყო, ხო და მე ვიმოქმედო და არ ვიფიქრო არაფერზე, მაგრამ პრინციპში თქვენ ხურავთ ყველაფერს რა, რაც ახლა აუცილებელი არის თქვენთვის ახლა მაგას ისედაც ხურავთ თქვენ ამ კი, მაგრამ აი ეს სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის. თუ თქვენ არ გიყვართ, თუ თქვენ არ ახართ ურთიერთობაში, აი აქ მე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ძნელია თქვენთვის რა, რამდენადაც არ უნდა იყოს შენ დაუშვათ წარმატებული, თქვათ, ფინანსურად, თქვათ, საზოგადოებრივად და ასე შემდეგ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის, რომ მინდა რომ მიყვარდე, მინდა ვუყვარდე და მინდა ურთიერთობა და ეს სხვათა შორის ძალიან მაგარია, რომ თქვენ, იმიტომ რომ აქ ადამიანი მართლა ბევრ რაღაცებს გადის ცხოვრებაში, მაგრამ მაინც გულს რო არ კეტავს და მაინც რო იმედი აქვს და ან ყავთ უკვე ვინმე, ან უბრალოდ აი გულს არ კეთებ და ხართ გახსნილები და გინდათ ურთიერთობა. ეს ძალიან მაგარია, როცა ქალი უარს ამბობს იმაზე, რომ არ მინდა არანაირი ურთიერთობა, მე უკვე გული მეტკინა და ასე შემდეგ, შენ ან აი ეს არ მინდა გათხოვება და შენ არ გინდა ის, რაც შენ გქონდა ადრე. რაც შენ გქონდა, რაც შენ გაიარა, ის არ გინდა, მაგრამ რო შემოგთავაზონ შენ მაგარი ურთიერთობა, სადაც ხართ ადამიანთან როგორც მეგობარი, ერთენაზე ლაპარაკობთ, ერთი ხუმრობაზე გეცინებათ, ერთი, თქვათ, საერთო ბევრი გაქვთ, ხო? არ იტყვეთ მაგაზე უარს. თქვენ თუ არ გინდათ ურთიერთობა, ხო? და იძახეთ კაცები ამეჯავრება და კაცებთან არ ეს სისულელე. ეს იგი შენ პირველ რიგში უკვე ხურავ ქალურ ამ თემას საერთოდ, შენ როგორც ქალი რანაირი ხარ, შენ აი ხო დაგინახეთ ქალს რო უყურებ ზოგჯერ, თქვათ, ნუ ხვდები რომ ქალია. აი ხვდები რომ თქვათ, ნუ ალბათ ქალია, მაგრამ ქალია? არც უკვე აი მოუვლელი даже ეს თმის ვარცხნილობა ეს პრიჩოსკა არის კაცებს რო აქვთ, ხო, რო იტყვი რომ კაცია. ხო, აი რაღაც ისე არ მესმის ხოლმე ეგეთ რამ. მაგრამ ანუ არ მესმის რამ მხრიდან რომ ნუ რატომ ასე ხურავენ, ხო? იმიტომ რომ არ იციან და შეიძლება თქვათ მძიმე გქონდა თქვათ ან კორწინება, ან ურთიერთობა და ერთ მშვენიერ თუ არა მშვენიერ დღეს გადაწყვეტილება მიიღო, რომ აღარ მინდა მე არანაირი ურთიერთობა, აღარ მინდა მე უკვე არანაირი ის რა ქვია, სიყვარულები და რაღაცები და ანუ ვერ მიხვდა იმას, რომ ანუ უარი თქვა თავის ქალურ ბედნიერებაზე იმის გამო, რომ მაგას დაუშვათ ვერ შექმნა კარგი წესიერი ურთიერთობა ადრე.
და ამაზე შეიძლება მუშაობა, ძალიან მაგარი მუშაობა სხვათა შორის და შეიძლება გამოსწორება და გამოსვლა ნებისმიერ ასაკში, თუ შენ გაქვს ეს სურვილი და არ დაკარგე ეს სურვილი, შეგიძლია შეხვდე ნორმალურ ადამიანს და გქონდეს აი ზუსტად ნორმალური ურთიერთობა. ეს უკვე სხვა თემა. და ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ დღეს დავარქმევ ამას იმპერატორი კალის სიყვარული. რაღაც, ნუ ისეთი მაგარი რაღაცა თემა არის დღეს, მომწონს ძალიან და გოგოებო, გულები და მაინც დადეთ, რომ დავინახო, რამდენი მყავხართ ეგეთი მაგარი გოგო აქ, ვინც მე მიყურებს და ვინც შეიძლება შემთხვევით შემოერბინა ჩვენთან, ვინც უკვე სულხართ აქ. ხო და აი პროსტო თუნდაც გულები დაწერეთ, რომ ვიცოდე, რომ ეს თქვენ ხართ ჩემი ვარსკვლავები, ჩემი იმპერატორი ქალი, იმპერატორი ქალები. დღეს უკვე თქვენ ხართ იმპერატორი ქალი. მიყვარხართ ძალიან და მადლობა, რომ ჩემთან ხართ ისევ და ისევ.